ლარის კურსმა კვლავ ვარდნა დაიწყო. დღის ბოლოს არსებული ოფიციალური მონაცემებით ეროვნული ვალუტის გასაყიდმა ფასმა 1 ლარი და 94 თეთრში ადგინა. კურსის ცვლილების ტენდენცია უკვე დაწყებულია და ეს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე უკვე აისახა, სადაც ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ანა წერეთელი განაგრძობს თემას. ანა, ნიშნავს თუ არა, რომ ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზი გამართლდა და კიდევ უნდა ველოდოთ ლარის ვარდნას? ალიკო ჩვენ ვესაუბრეთ როგორც სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლებს, ასევე ექსპერტთა ნაწილს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არის ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების უკვე მეორე ტალღა. მათი პროგნოზი არის გამართლებული, რადგან ისინი აფრთხილებდნენ მთავრობას იმის შესახებ, რომ თუ არ გატარდებოდა სპეციალური ღონისძიებები, ეს იქნებოდა გარდაუვალი. როგორც ექსპერტთა წრეებში აცხადებენ, იმის გამო, რომ დეკემბრის ბოლო დღეებში მოხდა ფულის მასის გადინება, კონკრეტულად საბიუჯეტო ორგანიზაციებს 4-5 დღის განმავლობაში გადაერიცხათ დაახლოებით 9 მილიარდამდე ლარი. ამან გამოიწვია ფულის მასის ზრდა. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია იცნობა ბოლო დღეების განმავლობაში და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს ტენდენცია ასევე შენარჩუნდეს. ახალი წლების მერე ეტაპობრივად ისევ დაიწყო მატება. და 2-3 დღე უკვე 1 და 94 წლის ზევით ფიქსირდება უკვე დოლარის გაყიდვის კურსი. დეკემბრის ბოლოს შემოვიდა დიდძალი თანხები, რომლებიც დაგვიანებული იყო და თავის დროზე გადმორიცხული უცხოეთიდან საერთო ვალის გრანტების სახით და დეკემბრის ბოლო 4-5 დღეში თითქმის 9 მილიარდი ლარი გაიცხა საბიუჯეტო ორგანიზაციებს და მე მომენტალურად ფულის მასის და თავარი ფაქტორი მაინც ის არის, რომ სავაჭრო ბალანსი გაუარეს და როგორც არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ასე შემდეგ, ტრადიციულად ამ წარმომავლობაში იყო მისი კლება. ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ძირითადად აქცენტი გააკეთა გარე ფაქტორებზე. ვიცე-პრემიერის განმარტებით საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში, კონკრეტულად თებერვლის თვიდან გეგმავს ექსპორტის წახალისების პროგრამის დაწყებას, რაც იქნება ერთგვარი პრევენცია. ამ თემაზე განმარტებები ასევე გააკეთა ხაზინაში. ხაზინაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებულ არც ერთ სახაზინო ოპერაციას არ მოუხდენია გავლენა ლარის კურსის გაუფასურებაზე. ათობის ფასების ვარდნა გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები და ეს პრობლემები არ არის მხოლოდ რუსეთის პრობლემები, ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ რეგიონში, ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამიტომ ეს რა თქმა უნდა საქართველოს არის ინტეგრირებული ამ რეგიონში და მასზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს. ჩვენ ამ რისკების განეიტრალების მექანიზმებზე ძალიან აქტიურად მუშაობთ. და შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე. 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 15 გუშინდელი მდგომარეობით სახაზინო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებით ლარი მიმოქცეოდან ამოღებულია 150 მილიონი ლარის ოდენობით. შესაბამისად, კატეგორიულად გამოგვიცხავ ლარის კურსზე სახაზინო ოპერაციების გავლენას. ლარის მიმდინარე გაუფასურების ტენდენცია ასევე შეაფასეს საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა კონკრეტული გეგმა თუ როგორ გაუმკლავდებოდა ის არსებულ გამოწვევებს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ლარის გაუფასურებას უკავშირებენ მთელს მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენციას. ჩვენ მეუბნებოდით მთავრობას გაიხსენეთ დეკემბერში, რომ სად არის გეგმა, როგორ დაუპირისპიროთ იმას, რაც ხდება რუსულ ბაზარზე, რომ ექსპორტი შეიძლება შემცირდეს. ჩვენ საუბრობდით, რომ რას აპირებთ დაუპირისპიროთ იმას, რომ ფულადი ამორიცხვები შეიძლება შემცირდეს და დოლარის მასა არ იყოს საკმარისი და ლარი გაგექცეთ. შედეგი არის, რომ 2 კვირის განმავლობაში ლარი გაუფასურდა 7 პუნქტით. დოლართან მიმართებაში ეს არის საერთო ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დოლარის კურსის გამყარებისა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ასევე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა რუსულ ვალუტაზე, ძალიან მძიმე მდგომარეობა იქ და რუსეთის ეკონომიკა ყოველთვის გავლენას ახდენდა ასევე ქართულ ეკონომიკაზე. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მონაცემებით არის 1 ლარი და 94 თეთრი. ექსპერტებმა დღეს არც ის გამორიცხეს, რომ მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდეს დაახლოებით ზაფხულის პერიოდამდე. ზაფხულში კი ლარი დასტაბილურდეს 1 და 85 ფარგლებში.
ის ყანაწერეთელი მადლობთანი